კომპანია მამედგაზი, რომელიც წლების განმავლობაში მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ოპერირებდა, აცხადებს, რომ მას უკანონოდ აჯარიმებენ და ავალდებულებენ, რომ გაზის სტანდარტულ ფასზე დაბალ ფასად, ანუ 10 თეთრი თიაფად გაყიდოს. 1992 წელს საკუთარი ხარჯებით სოფელ ყიზილაჯლოში გაზი გავიყვანე. როგორც სოკარი, მეც ვყიდდი 57 თეთრად. ახლა კი ჩემგან წლებია ითხოვენ, რომ ტარიფი 10 თეთრით დავწიო, ანუ გავყიდო 47 თეთრად. 322 კაცი იყო რეგისტრირებული მამედგაზში. ისინი ცდილობენ, რომ წამართვენ ჩემი კომპანია. მაშინ ვისოლმა ჩემი 322 აბონენტი წამართვა, რომელთაც თავის დროზე მე გავუყვანე გაზი საკუთარი ხარჯებით. ვისოლის ხელმძღვანელი კი მიხეილ სააკაშვილის ძმა არის. ახლა კი ეს 322 აბონენტი რა გაზითაც სარგებლობს, ის გაზი მათ 10 თეთრით გაუძვირეს. მაინტერესებს რატომ? როცა ჩემი აბონენტები იყვნენ, ისინი მთხოვდნენ, რომ ტარიფისთვის დამეწია და ახლა რატომ უძვირებენ? ყველგან საქართველოს მასშტაბით 57 თეთრი ღირს და ახლა მე რატომ მაიძულებენ, რომ 10 თეთრით ნაკლებად გავყიდო? კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მიზანი მამედგაზის საქმიანობისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა და შედეგად კომპანიის წართმევაა. სემეკის მიზანია წამართვას ეს კომპანია და თავად გამოიყენოს. ჩემნაირი პატარ-პატარა კომპანიები იყიდეს მათ. ასეთი დაახლოებით 15 კომპანიაა დარჩენილი და ახლა მათი ყიდვაც უნდათ. სწორედ ამიტომ მაიძულებენ ამ ყველაფერს. კომპანიის ხელმძღვანელის ნარიმან ალაჰვერდიევის თქმით, მას 4 წლის წინ დაუწესეს ჯარიმა, რის შემდეგაც მან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას უჩივლა. როგორც ნარიმანი ამბობს, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ ხნის მანძილზე მას პერიოდულად ისევ აკისრებდნენ ჯარიმას. 2020 წლიდან ჯარიმა გამომიწერეს. ჯარიმის ფურცელზე ეწერა, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით, შეგიძლიათ უჩივლოთო. მეც ვუჩივლე სასამართლოს გზით. 2020 წელს დამაჯარიმეს 50,000 ლარით და მე დავებოდნენ იმას, თუ რატომ არ ვაკლებდი ტარიფს. ისინი უსამართლოდ იქცევიან. შემდეგ გადის 7 თვე და მაჯარიმებენ 75,000 ლარით. ეს ორივე თანხა თავად ჩამომაჭრეს ანგარიშიდან. 1 წლის შემდეგ ისევ მაჯარიმებენ 150,000 ლარით. თან ამბობენ, რომ აბონენტებს ის 10 თეთრიც უნდა დავუბრუნო, ვერ მივხვდი რატომ. 2021 წლიდან კომპანიას დაახლოებით 300,000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. 2021 წლიდან დღემდე საერთო ჯამში 299,600 ლარით ვარ დაჯარიმებული. ეს თითოეული ანგარიშიდან ჩამომაჭრეს. მე ვფიქრობ, რომ კანონის შესაბამისად ვიქცევი და არც ერთ წესს არ ვარღვევ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაა დასრულებული სასამართლო პროცესი, მეოთხე ჯარიმა გამომიწერეს უკვე. ნარიმან ალაჰვერდიევმა აღნიშნა, რომ წესები, რომლებზეც ეს ჯარიმებია დაფუძნებული, არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დაუკავშირდით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მათი განცხადებით, მამედგაზს ჯარიმა დაეკისრა, რადგან ის გაზს სხვა გაზგამონაწილებელ კომპანიებთან შედარებით 10 თეთრით უფრო ძვირად ყიდდა, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. შპს მამედს დადგენილი აქვს ტარიფი სემეკის მიერ, ისე როგორც ნებისმიერ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს აწვდის ბუნებრივ გაზს, თუმცა ეს შპს მამედი თავის მომხმარებელს გაზს აწვდიდა 10 თეთრით იმაზე უფრო მაღალ ტარიფად, ვიდრე ჩვენს მიერ იყო დადგენილი და რაც სრულად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს მამედს მიეცა შესაბამისი გაფრთხილება დაჯარიმდა აღნიშნულის თაობაზე, მიუხედავად ამისა, მაინც გაგრძელდა შპს მამედთან იგივე ქმედება. საქმე არის სასამართლოში, როგორც თქვენც აღნიშნეთ, პირველი ინსტანცია ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა და ეხლა ველოდებით სააპელაციო გადაწყვეტილებას.